ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა უნდა გაგაცნოთ განსაკუთრებული სტუმარი, ქალი, რომელიცაც საზღვრები არ არსებობს, იტალიელი პოპ ვარსკვლავი, სან-მარინოს მუსიკალური ელჩი, ადამიანი, რომელმაც ევროვიზიის ფესტივალის სახლად აქცია ქეთი. მომღერალი, კრეატიული დირექტორი, ვიზუალური ნარატივის დიდოსტატი სენ ჰაიტია ჩვენი სტუმარი, მეგობრებო. მშვიდობისა, სენ მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. Thank you very much. Good morning to you. გესალმებით. აქვე პირველი კითხვა. სან-მარინოს მესამე წარმოადგენთ უკვე ევროვიზიაზე. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქვეყანა და როგორ შეიცვალა თქვენი პირადი ცხოვრება 2011 წლის შემდეგ? I represent San Marino exactly. მე წარმოვადგენ სან-მარინოს, სწორია, მაგრამ მე ვარ იტალიიდან და ჩემთვის ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ ევროვიზიაზე წარვადგინო ეს ქვეყანა, რადგან ჩვენ ვართ ერთგვარი ოჯახი. სან-მარინო არის პატარა ქვეყანა, პატარა რესპუბლიკა იტალიის შიგნით და ძალიან ახლოს არის ჩემს სამშობლოსთან. მათ მომცეს ეს საშუალება 2011 წელს და მაქვს ძალიან კარგი მოგონებები ამ დროიდან, როდესაც მომცეს იმის საშუალება, რომ მე მოგზაურა მსოფლიოში და ჩამოსულიყავი თბილისში პირველად, სწორედ მაშინ. შესაბამისად, როდესაც კვლავ მთხოვეს 10 წლის შემდეგ 2020 წელს და შემდეგ უკვე 2021 წელს, ეს ჩემთვის ნამდვილად იყო უდიდესი პრივილეგია და შესანიშნავი საჩუქარი. ამიტომ კიდევ ერთხელ 2026 წელს, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა, არის ნამდვილად დიდი პატივი ჩემთვის ევროვიზიაზე კვლავ ყოფნა. თქვენ წელს არა მხოლოდ მღერით, არამედ თქვენ სიმღერის ავტორიც ბრძანდებით. და რამდენად უფრო პირადულია ეს ნომერი თქვენთვის წინა წლებთან შედარებით? I produced the song. I have this მე შევქმენი ეს სიმღერა. ყავდა შესანიშნავი პარტნიორი, რომელიც ჩემთან ერთად მღეროდა, ბოი ჯორჯი, არის ძალიან ცნობილი არტისტი. და ძალიან მიხარია, რადგან ჩვენ შევქმენით ეს კოლაბორაცია, თანამშრომლობა. რამდენიმე თვით ადრე ევროვიზიამდე ეს იყო უზარმაზარი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ დიდი ხნის წინ და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგვიღო ევროვიზიაში. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმღერა, ეს არის შეტყობინება ჩემგან და ჯორჯისგან, რომელიც აქ იმყოფება და ეს არის შესანიშნავი მანიფესტი, შესანიშნავი სიმღერა, ძალიან ლამაზი სიმღერა, რომ არ უნდა დანებდე და უნდა იფიქრო, რომ შენ არის დიდი ძალა, ისეთი რამ, რაც უნდა გამოუშვა ინსპირაცია და დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერა, ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება და მიხარია, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ ვიმღერო, რომ შევქმნა ეს სიმღერა და წარვადგინო ევროვიზიაზე. 2021 წელს კოლაბორაცია ჰქონდათ ფლორიდასთან, აი რა გამოცდილება არის ეს მომღერლისთვის? You know, I feel very privileged. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პრივილეგია კოლაბორაცია მქონდეს ასეთ ადამიანთან, პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი მასწავლიან ძალიან ბევრ რამეს, როგორც არტისტს და მეორე ისინი არიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები. ყველას გონია, რომ უზარმაზარი დიდი არტისტის მიღმა არის საიდუმლო და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რეალურად სასიამოვნო ადამიანები. ფლორიდასთან ჯერ კიდევ მაქვს კონტაქტი და იმედი მაქვს ბოი ჯორჯთანაც შევინარჩუნებ კონტაქტს და ეს იყო ნამდვილად შესანიშნავი ურთიერთკავშირი ფლორიდასთანაც, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემთვის ნამდვილად უზარმაზარი პრივილეგიაა, რომ ჩართული ვიყო ამ გვარ საქმიანობაში ასეთ ადამიანებთან. და რა არის ის ძალა, რაც ევროვიზიის ფანებს მთელ მსოფლიოში აი ესე აერთიანებს? I don't understand the question. Can you repeat? შეგიძლიათ გაიმეოროთ? I didn't hear it. Can you ევროვიზიის ფანებს მთელ მსოფლიოში რომ აერთიანებს. რა არის ეს? რის ძალაა ეს? რაჯადოსტური ძალაა ესეთი. Okay. I think the authenticity მე ვფიქრობ, რომ ავთენტურობა, შოუს ავთენტურობა, ღონისძიების ავთენტურობა და ასევე ძალა, რომელიც გამოაქვს ევროვიზიას სცენაზე მთელი მსოფლიოდან. და ვფიქრობ, რომ ევროვიზიის ძალა არის ის, რომ იქმნება შესანიშნავი ურთიერთკავშირი სხვადასხვა კულტურებს შორის, სხვადასხვა ადამიანებს შორის. არ არსებობს არანაირი საზღვარი, რელიგიის
არის ენობრივი ბარიერების კუთხით ადამიანებს უბრალოდ უხარიათ რომ იმღერონ და აღნიშნონ თავიანთი თავისუფლება სიმღერით. და ეს არის ალბათ ერთადერთი ადგილი, სადაც გაქვს იმის საშუალება რომ ასეთი რამ გააკეთო. სწორედ ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ კვლავ დავბრუნდი ევროვიზიის სცენაზე, რადგან ეს ჩემთვის კომფორტის ზონაა. შემიძლია ის ვიყო, ვინც მინდა რომ ვიყო, შემიძლია ვიმღერო, შემიძლია შევხვდე ადამიანებს. Keep culture, it's beautiful. დავამყარო კონტაქტი სხვადასხვა კულტურებთან, შესანიშნავია აქ ვარ საქართველოში, რაც არასოდეს მოხდა მანამდე და ეს სწორედ ამას ვემადლიერები ევროვიზიას. და სხვათა შორის bring my condolences about მინდა გამოხატო ჩემი სამძიმარი თქვენს დანაკარგთან დაკავშირებით. თქვენ ვიცით რომ გარდაგეცვალთ პატრიარქი საქართველოში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ კულტურაში. მე ვარ მართლმადიდებელი, ამიტომ მესმის ეს დანაკარგი რამდენად ძიმე იქნებოდა თქვენთვის და მინდა გამოხატო ჩემი პატრიარქისცემა და სამძიმარი. მადლობა. სული დღეები გავიარეთ. მადლობა დიდი. თქვენ ძალიან მრავალმხრივი ნიჭიერი ქალბატონი ბრძანდებით და სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობთ. სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს? I mean, it's the stage. I can be სცენა არის ჩემი კომფორტის ზონა, შემიძლია ვიყო ტელევიზიებში, შევქმნა ვიდეო კლიპები, რადიოში ვიყო, ტელევიზიაში, მაგრამ ყველაზე მეტ ძალას გრძნობ მაშინ, როდესაც სცენაზე მღერი ადამიანებთან ერთად, როდესაც ვატარებ კონცერტს. The real power from the people. რეალურ ძალას ადამიანებისგან. და ეს არის ისეთი რამ, რაც მიყვარს და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შევძლებ ამის გაკეთებას. I mean, this is my goal. I start from the theater, from musical, so probably something that comes from back ago and დიდი ხნის წინ და დღეს აქ ვარ. ეს არის ჩემი კომფორტის ზონა. მასშტაბური სცენისთვის რაღაცა განსაკუთრებული სამზადისია საჭირო. თქვენებური რეცეპტი რა არის? For me, for example, I have to feel very concentrated, very focused. But I really need to don't forget that I need to enjoy. ეს არის ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარი. ამოვიცი რომ ბევრი პასუხისმგებლობა ქაღებული ჩემი კომპანიის წინაშე, ჩემი ხალხის და ფანების წინაშე, მაგრამ რა თქმა უნდა, თავარი მაინც არის ის რომ უნდა მივიღო სიამოვნება, უნდა გამოვიტანო ჩემი სიყვარული სცენაზე. ამიტომ ზოგჯერ მიწევს რომ უბრალოდ ვისაუბრებ საკუთარ თავს და ვუთხრა. მიიღე სიამოვნება ყველაფრისგან, და ზოგჯერ ზედმეტად დაძაბული ვარ. ცდილობ მაქსიმუმის გაკეთებას. ამიტომ არ მაქვს კონკრეტული წესები, უბრალოდ უნდა ვისუნთქო, უნდა მოვდუნდე და გავიდე სცენაზე და მივიღო სიამოვნება. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია მაყურებელს მიანიჭო დიდი სიამოვნება, მაგრამ ნასიამოვნები უნდა დარჩე შენ თვითონ თავადაც. Exactly. თქვენ ყველაზე დიდი ინსპირაცია ვინ არის თქვენთვის? Musical, რა თქმა უნდა, ხაზით. In music, I have so many people that I follow. I'm an evergreen artist. I love all music from Stevie Wonder to But actually, the funny thing, I don't have a really music inspiration. My mom, for example, she's a singer. I mean, she loves to sing. She's მომღერალი, მას უყვარს სიმღერა, არის პროფესიონალი, მაგრამ მან მომცა ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა. მიყევი შენ საქმეს, აკეთე ყველაფერი სიყვარულით, ის არის აფრიკიდან, ეთიოპიიდან კონკრეტულად და ამას ძალიან უყვარს ადამიანებთან საუბარი, თუნდაც როდესაც ღერის და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაცია, ეს არის ჩემი ნომერ პირველი ინსპირაცია. რა მაგარია, არაჩვეულებრივი მოსახლეა, რომ დედას ასეთ მაღალ მუსიკალს აყვანებს. და თქვენი წარმატების ფორმულა მაინც რა არის ევროვიზიაზე, დღევანდელი გადასახედიდან? თან როდესაც თქვენი გამოსვლები ესეთი ეფექტურია, აი ეს ენერგია, ძალა, საიდან იღებთ, როგორ იღებთ? Is the team. The secret is the team. If you are surrounded საიდუმლო ამ შემთხვევაში არის გუნდში. როდესაც შესანიშნავი ადამიანები არიან შენს გარშემო და სხვადასხვა შორის ისინი აქ იმყოფებიან ჩემთან ერთად საქართველოში, მაშინ პროექტი ნამდვილად იქნება წარმატებული და ეს არის პროექტის წარმატების საიდუმლო. ჩვენ ყველას გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ. და სან მარინოში შესანიშნავი გუნდი მყავს.
do work in the same time remember to საქმის enjoy კეთება და ამავდროულად სიამოვნების მიღება ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ შესანიშნავ რაღაცას ვაკეთებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ვიღუძებ ყოველდღიურად და მიხარია რასაც ვაკეთებ. And to study, of course. და რა თქმა უნდა, სწავლა, მუდმივი სწავლა და კონცენტრირება, ზედმეტი კონცენტრირება არა, მაგრამ სიამოვნების მიღება ამის მუდმივად დამახსოვრება, რომ სიამოვნების მიღება არის მნიშვნელოვანი. კონკრეტული ფორმულა არსებობს, ეს უბრალოდ სიყვარულს უკავშირდება. პროექტ Purple Night-ზე შეგეკითხებით. იდეა საიდან გაჩნდა? It was a big thanks to San Marino. San Marinos მემადრიერები. ამ შემთხვევაში ეს იყო პროექტი, რომელიც მოვიფიქრე ჩემს გუნდთან ერთად. რათა გაგვეერთიანებინა ყველა არტისტი, რომელიც San Marinos სახელით იღებდა მონაწილეობას ერთ მომენტში. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს დიდი მადრიერების, ასე ვთქვათ, პერფორმანსი San Marinos რესპუბლიკისათვის, რათა გვეჩვენებინა, რომ San Marinos-თვისაც კი, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, San Marinos-აც კი გააჩნია ძალა, რომ გააკეთოს რაღაც მნიშვნელოვანი ევროვიზიას და მსოფლიოშიც, რადგან არავინ იცის ზოგჯერ სად მდებარეობს San Marino და ჩვენ ვთქვით, რომ შეგვიძლია შევქმნათ შოუ და გაჩვენოთ რა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. მუსიკას საზღვრები არ გააჩნია, ხო მართალია? Yes, always. დიახ, ყოველთვის ასეა. რომ იღბლიანი ადამიანი ბრძანდები? Super ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. Absolutely super lucky. ნამდვილად ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. And I remember every day. და მახსოვს ყოველი დღე. You know, we do a beautiful job. რადგან ძალიან კარგ საქმეს ვეწევთ. ჩვენ გარშემო არიან შესანიშნავი ადამიანები. ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს. ფულსაც ვიღებთ ამ ყველაფერში, მაგრამ ეს არ არის თავი პრიორიტეტი. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვართ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც გასაჭირშია, რომელიც ვერ ართმევს თავის საქმიანობას და მე ძალიან იღბლიანად და პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს. შემსრულებლებს თუ იცნობთ, თუ გქონიათ მათთან ურთიერთობა? Yes, of course. I know that. Yes, absolutely. But I was here in Tbilisi in 2011. I did the promotion for my first Eurovision. And I remember I spent 3 days და მახსოვს რომ 3 დღე დავყავი აქ ამ ქალაქში და ეს იყო შესანიშნავი პერიოდი ჩემი ცხოვრების. ძალიან ბევრს მივირთმევდი. მახსოვს და ნახე ასევე ძალიან ლამაზი ქართული ტრადიციული ცეკვა თეატრში. არ მახსოვს ამის სახელი. მაგრამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ თბილისში. სამწუხაროდ დღეს უკვე მალე მიწევს თბილისის დატოვება აზერბაიჯანში უნდა წავიდე, მაგრამ პირდებით რომ დავბრუნდები მალე. რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო? როგორია ის შორიდან დანახული? Georgia and all these places საქართველო და ყველა ეს ადგილი, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ ადგილისგან, სადაც მე ვცხოვრობ. არის ძალიან ლამაზი და მე პატივს ვცემ საქართველოს, რადგან ვფიქრობ, რომ ესენი არიან ქართველები არიან ძლიერი ხალხი, აქვთ თავიანთი კულტურა, ტრადიცია, რელიგია. დღეს დილით, როდესაც ქალბატონი მიკეთებდა მაკიაჟს, პატრიარქის გარდაცვალებაზე საუბრობდა და ძალიან სევდიანი იყო ამის გამო, ძალიან მომწონს, რომ ქართველი ხალხი ასეთი გაერთიანებულია, როდესაც რაღაც ცუდი ხდება მათ თავს. მე რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ნაცნობია ასეთი ტენდენცია, რადგან ეთიოპიიდან ვარ, როგორც გითხარით, და იქაც ხალხი ერთიანდება ხოლმე ტრაგედიის დროს და ძალიან მომწონს საქართველოში ყოფნა და თქვენთან ერთად ყოფნა. მოკლედ, რას ეტყვით ქართველ გულშემატკივრას, ევროვიზიის გულშემატკივრას და ასეთი ჩვენ ძალიან მრავლად გვყავს. Yeah, I mean, we perform in the same semi-final. San Marino in Georgia. შეგვექნება პერფორმანსი San Marino საქართველო. ნახევარ ფინალში 12 ივლისს გააკეთებს პერფორმანს, მაგრამ თქვენ ვერ მისცემთ ხმას საქართველოს, მე ვერ მივცემ ხმას San Marino-ს და იმედი მაქვს, რომ ქართველები მისცემენ ხმას San Marino-ს. მაგრამ ეს არის მხოლოდ შეჯიბრი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას მოეწონება სიმღერა და გავუგზავნოთ ერთმანეთს შესანიშნავ მომენტს. დიდი მადლობა. და რა შეასრულებთ დღეს ჩვენი მაყურებლისთვის? რა სიმღერა იქნება ეს? Yeah, Superstar. Superstar-ი ქვია, სუპერ ვარსკვლავი ამ სიმღერას. მე და თუ ალბათ აქვე და გემშვიდობებით, ვენიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ, თქვენ გადმოგაწოდებთ მიკროფონს. კი ბატონო, მაშინ სცენაზე გთხოვთ, რომ შეგვისრულოთ სიმღერა და წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სასიამოვნო იყო.
the boys in the back wearing black, looking like they're up to something. Yeah. All the girls on the floor looking for something more, like it's all or nothing. Neon lights, smoky eyes, dripping diamonds, flashing lights. There you are. Oh, look at you staring at your shoes like you're scared or something. Oh baby, there you are. Go and get it like a superstar. Go and do it for the broken heart. 'Cause baby, you're a superstar, superstar. There you are. Go ahead and show them all your scars. Go and show exactly who you are. Let them know you're a superstar, superstar. Baby, you're a gem, freaky queen. At 4 a.m. you're really something. Yeah, and it's about time you get up, show me up what you're becoming. Oh, they drop them shots on the floor. They never see perfection like this before. Oh, baby, I know that you've been to hell and back, but there is one thing. Oh, baby.